როდის შეგიძლია რომ გოგოსგან რამე მოითხოვო? ეგ შეიძლება იყოს ის ეს დაადე იმ შენს გამოყლევებულ დაქალს, იმიტომ რომ twins გიჭამს, მომეცი პაროლი იმისი ამისი, იქ აღარ გახვიდე, ის ბიჭი რო არის ვიღაცა იდიოტი დაბლოკე. ბიჭებთან კონტაქტი დაივიწყე, რამე რუმე, აი როდის შეგიძლია რომ მოითხოვო? ეხლა ნახე რომ გითხრათ რომ მაგისთვის არსებობს რაღაცა კონკრეტული ბლუფრინტი, მოგატყუებთ. იმიტომ რომ არ არსებობს. მართლა ეგ არის ძალიან კონტექსტზე დამოკიდებული სიტუაციური, როდის შეგიძლია რომ ეგ გააკეთო, შენს პიროვნებაზეც არის დამოკიდებული, რა ეტაპზე ხართ, ის გოგო როგორია და რამდენად უკვე გახსენი და მთელი ამბები. არ არსებობს. ეგეთი ცხადი ბლუფრინტი. უბრალოდ უყურეთ ჩემს აი ამ ორ ვიდეოს და რაღაცას მიხვდები ალბათ, ხო? უბრალოდ არც ერთმა ბიჭმა არ თქვას, რომ შეყვარებული ყავს ან რამე ეგეთი გოგოს ფლობს, თუ კი არც რამის პაროლი იცის მისი, თუ კი არც მის ბიჭებს არ იმას ქნა გააქრო ბიჭები მისი ცხოვრებიდან, არა. მაგ შემთხვევაში უბრალოდ შენი ჯერი არის მაგ გოგოსთან, შენი არ არის. არა ისინი არა ნდობა და მთელი ამბები. ხვდები? სისულელე საუბრები. თქოს ნდობა რამე შუაში იყოს. ეხლა ნახეთ. როდის შეგიძლია რომ რამე მოთხოვო, ეგ კი 99.9% ეგ კონტექსტზე არის დამოკიდებული, მაგრამ პატარა საიდუმლო ბიჭებო. ერთი მომენტი არის მხოლოდ, რომელიც უნივერსალურად მოქმედებს და აი ამას გაგიმხელთ. მარტო ერთი სიტუაცია არის, სადაც უნივერსალურად შეგიძლიათ რომ ნებისმიერი რამე მოთხოვოთ, ეს ყოველთვის ჭრის. როგორც წესი რო ვამბობ რომ ყოველთვის ჭრის, იმას ვაყოლებ რომ თუ ბრაკი არ არის ადამიანი ან რამე, ბრაკზეც ჭრის. ანუ აი ძალიან იშვიათობაა ამან რო არ გაჭრას, გამორიცხულიც კი არის, ანუ ასტრონომიული ის არის ეგ უკვე. შეუძლებლობა რაღაც მათემატიკური. ეს არის ორგაზმის დროს. პირველი ორგაზმის დროს აუცილებლად არა, აი მეორე ორგაზმის დროს და დაიმახსოვრეთ, რომ რამე 3 არის. 3 ორგაზმი აუცილებლად თითო სერიაზე უნდა მიიღოს გოგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არის. და თქვენ არ უნდა მიიღოთ პირველი 3-ის დროს არაფერი, იმიტომ რომ მერე კაცი ხარ მაინც, რა იცი რამ დაგარტყას თავში წავედი ცხოვრებას მიუხედო ეს რა სისულელი თუ არ დაკავებული ხო ხდებით, ამიტომაც თავი შეიკავეთ. თუ საერთოდ არ გააკეთეთ, ეგეც არ არის პრობლემა, წავა მერე იმას თუ ფანტაზიურეთ თუ გინდათ, ანუ იქნება მაგისი დრო. მაგრამ არ იჩქაროთ, რომ პირველი იყოთ, რომ აბა ორგაზმი და რამე. არ გინდათ. სიტუაციასაც გააჩნია, თუ კიდია და მეორედ აღარ ნახავ, ხო, ანუ ერთი მაგისიც, მაგრამ მოკლედ. ორგაზმის დროს, აი მეორე ორგაზმის დროს, როცა უკვე გოგომ ისიამოვნა და აი მორჩა უკვე გადაწვა და აი ბედნიერია, იღიმი, სათასი ემოცია დაქრის, მაგ დროს ნებისმიერი რამე შეგიძლია რომ მოთხოვოთ, არ მოთხოვო იდიოტივით. აი თუ შეიძლება, ეგენი დაივიწყე. თუ შეიძლება, თავი ხო არ დაარტყი, რაც ქვია, თუ შეიძლება, იმათხოვრებ არემ, ხო? რამე გაინტერესებს Facebook-ის პაროლი ან რამე. და ეგრევე შეგიძლია უთხრა, გახედო და აი ახლა შენი Facebook-ის პაროლი მომე. შეიძლება ოდნავ დაიწყოს, ვაიმე, ხო მაგრამ იქ დედა ჩემია, იმას ველაპარაკები. მიდი ახლა, არ იცი ვისი ხარ, ვის ეკუთვნის შვილო? მე ეგეთი. მაგრამ ეგ არის უნივერსალურად საუკეთესო მომენტი. ორგაზმის დროს ყველაფერს აი პატარა იმას გაგიმხელთ. როცა ამ თეორიას ვტესტავდი, რამოდენიმე წლის წინ, ანუ რამდენად მოქმედებს. ესეთი რამე იყო, რომ მოკლედ ორგაზმი აქვს რამე და ეხლა მინდა რომ ყველაზე იდიოტური რამე ვუთხრა, რაც კი ოდესმე შეიძლება ვინმე მოიფიქროს რა და ბიჭი ვარ, რა უნდა მოვიფიქრო, აბა 10 აზიდვა გააკეთე. და ვეუბნები რომ მეთქი ანუ ორგაზმი ახალი დამთავრებულია. მეთქი შეგიძლია ეხლა რომ ჩემი ხათრით, ჩემი გულისთვის 5 აზიდვა გააკეთო. ეს 5 აზიდვა. და გოგომ გამომხედა და ანუ ეხლა ალბათ უნდა გამლანძღოს, ხო? ანუ შემაგინოს ყველაფერი, რაც გამაჩნია. და საწყალი აი შრეკში რო არის კატა, აი მაგ კატის თვალებით მიყურებს და მართლა გინდა? წამსვლელი იყო ეგ დაუნი.
წამსვლელი იყო. აპირებდა მართლა რომ ამდგარიყო ეხლა და აზიდვები გაეკეთებინა. და იმანდ მივხვდი რომ ეგ არის მაგიური მომენტი საერთოდ ყველაფრისთვის. განა რამე ურთიერთობის რომ ის გააკეთე, ეს გააკეთე, რამე დაფაცურდი. არა, ყველა აი ესეთი იდიოტობაც კი. მართლა გინდაო? ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com დრო არ უნდა დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.